სალამ, მე ვარ დრანგა, ეს არის ბიტანიკა შორტ, გადაცემა, სადაც კრიპტოსამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. დღევანდელ ეპიზოდში გაიგებთ, როგორ ავიღოთ ცესხი ბიტკოინის გაყიდვის გარეშე, რატომ გაქრა ხალხი კრიპტო YouTube-დან და რას ფიქრობს ტრამპის სემ ბენკმენის შეწყალებას. არგენტინულმა ბირჟამ Lemonმა ვიზასთან ერთად საინტერესო პროდუქტი ჩაუშვა. თუ ბიტკოინი გააქვს და ფულის დახარჯვა გინდა, მაგრამ კრიპტოს გაყიდვა გენანება, ეს ბარათი პრობლემას აგვარებს. სისტემა მარტივია ბიტკოინის გარანტად ტოვებ და სანაცვლოდ იღებ ეროვნულ ვალუტას საკრედიტო ბარათზე. მაგალითად 0.01 ბიტკოინის სანაცვლოდ დაახლოებით $1000 ეკვივალენტ ლიმიტს გიხსნიან. მოკლედ ბიტკოინი შენგრჩება, ფულს ხარჯავ და კრიპტოს არ წყიდი. კრიპტო YouTube-ს ცუდი დრო დაუდგა. კონტენტის ნახვები 2021 წლის მინიმუმამდე დაეცა. ანალიტიკოსები და ინფლუენსერები ამბობენ, რომ ეს არ არის ალგორითმის ბრალი. უბრალოდ ხალხი დაიღალა. ბეარ მარკეტი, სკამები და ცუდი შედეგები ამ ყველაფერმა ინტერესი გააქვთ. ვარდნა ყველა სოციალურ პლატფორმაზე იგრძნობა. მოკლედ სანამ ბაზარი არ გაცოცხლდება, არაფერი არ შეიცვალა. დონალდ ტრამპმა FTX-ის დამფუძნებლის სემ ბენკმენ-ფრიდის იმედები საბოლოოდ დაასამარა. პრეზიდენტმა New York Times-თან ინტერვიუში თქვა, რომ სემის შეწყალებას არ აპირებს. სემის მშობლები და ადვოკატები აქტიურად ცდილობენ ტრამპის გარემოცვაზე გასვლას, მაგრამ ამაოდ. შეგახსენებთ, რომ სემს 25 წელი აქვს მისჯილი კლიენტების მილიარდების მითვისებისთვის. მოკლედ ციხიდან გამოსვლის პოლიტიკური გზები სემისთვის ჩაიხერგა. ეს იყო ბიტანიკა შორტ, გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამოგრჩეს თავარი მოკლედ.